გუშინ საღამოსკენ დეველოპერულმა კომპანია Homer-მა პირველი პროექტის Homer Alpha-ს პრეზენტაცია გამართა და სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ საზოგადოებას ოფიციალურად აცნობა. პრეზენტაციას როგორც დეველოპერული, ასევე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე მომავალი მაცხოვრებლები და ცხადია პროექტით დაინტერესებული პირები, რომლებიც Homer Alpha-ს შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია მიიღეს კომპანიის გენერალური დირექტორისგან ნიკოლოზ მეძმარიაშვილისგან. ღონისძიების მიწურულს კი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩაიდო. უფრო მეტი Homer-ის პირველ პროექტზე ლიკა მეგუთნიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ტექნოლოგიისა და ესთეტიკის თანხვედრა, პროგრესული საინჟინრო გადაწყვეტილებები, შემოქმედებითი არქიტექტურული სტილი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, აქცენტი რეკრეაციაზე. ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც დეველოპერული კომპანია Homer-ი მომდევნო წლების განმავლობაში ხელმძღვანელებს და შექმნის 21 საუკუნის საცხოვრებელს, რომელიც ორიენტირებული თანამედროვე ადამიანის სრულ ურბანულ კომფორტზე იქნება. Homer-ის სავიზიტო ბარათად ქცეული პირველი პროექტის Homer Alpha-ს მშენებლობის დაწყება კომპანიის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს და ამ ისტორიაში თავისი როლი მომავალ მაცხოვრებლებსაც ჰქონდათ. მათი ხელმოწერებით დაიხუნსლა ის დოკუმენტი, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი შენობის საძირკველში ჩადებული სიმბოლური კაფსული იყო. ჩვენი ბინები არ არის უბრალოდ ბინა და ეს არის ჩვენი დევიზი, რომ შევქმნათ ბინისგან გავაკეთოთ სახლი, იმიტომ რომ სახლი არის ის ემოციური ნაწილი ჩვენი ცხოვრების, სადაც ვატარებთ დროს, სადაც ჩვენი ოჯახი არის და ჩვენი დაპირებაც, ჩვენი მობინადრეებისთვის არის, რომ Homer-ი არის ადგილი, სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს, სადაც სიყვარული მუშაობს, ურთიერთობა მუშაობს, ოჯახი მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი იქნება იმის დასტური ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის, არსებული მობინადრეებისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს რეალობაში მოვიყვანოთ ჩვენი დაპირება. განსხვავებული დეველოპერული ხედვითა და ხელწერით Homer Alpha დიღომში, ბობუღლშის ქუჩაზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გარემოცვაში შენდება. მის სიახლოვეს იყრის თავს სკოლები, უნივერსიტეტები, ისევე როგორც ოლიმპიური აუზი თუ სხვა არაერთი სპორტულ გამოჯანსაღებელი კომპლექსი. თავად პროექტი 4 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს, რომელთა სამშენებლო ხარისხზეც პასუხისმგებლობას კომპანია ANAGI იღებს. მათ მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის ჭკვიანი სისტემებით აღჭურვას კი SMART-ელი უზრუნველყოფს. პროექტის სათანადო მოვლა პატრონობაზე ბენე კომფორტი იზრუნებს. ბობუღლშის 36 ნომერში, დიღომში 24500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას მოიცავს. მათ შორის 7300 კვადრატული მეტრი არის რეკრეაციული ზონა, სადაც განთავსებული იქნება საბავშვო მოედანი, სპორტული მოედანი, ასევე სავარჯიშო ზონა, ღია და დახურული ავტოსადგომები და 0 სართულზე ასევე ყველა კორპუსში იქნება კომერციული სადაც ჩვენი მობინადრეები როცა შესახლდებიან, საჭიროებიდან გამომდინარე დავტვირთავთ ამ კომერციულ ფართებს. საპროექტო გადაწყვეტილება არის იმდაგვარად შედგენილი, რომ დაბალი ინტენსივობის განაშენიანება, ეს ნიშნავს, რომ თლიან ტერიტორიაზე ნაკლები ინტენსივობა, ნაკლები დატვირთვა ექნება, რაც მეტი თავისუფალ სივრცეს ნიშნავს და შესაბამისად მაცხოვრებლების რაოდენობაც ისეთი ზომიერი რაოდენობით არის, რომ დიდი კომფორტი ზონა იქნება თავისუფალ სივრცეებში. რაც შეეხება გადაწყვეტებს და სპეციფიკაციებს, კი ბატონო, არის ენერგოეფექტური მასალები გამოყენებული და არქიტექტურული გადაწყვეტილებებიც საკმაოდ ისეთი თავისუფალია, ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებულია. შინაარსის მიღმა არც ფორმასა და ვიზუალურ იდენტობაზე ზრუნვა დავიწყებიათ. ამის დასტურია ისიც, რომ Homer Alpha საქართველოში პირველი მოხატულ ფასადიანი კომპლექსი იქნება. კომპანიაში იმაშიც გვარწმუნებენ, რომ ყველა ნიუანსზე იფიქრეს, სულ ყველა დეტალზე იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მაცხოვრებლებს მაქსიმალური კომფორტის გარანტია მისცენ და შეუქმნან სივრცე, სადაც ყველაფერი მუშაობს. ყველა სიტყვა ძალაშია და მერე ამ სიტყვებით იწერება სრულიად ახალი თავი ქალაქის ურბანულ ბიოგრაფიაში.